მოგესალმებით, მეგობრებო. საინტერესო ვიდეო მოგიმზადეთ. იცით რომ გადავიდა შავი მთვარე, ფიქტიური წერტილი, ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც იქნება უახლოესი 9 თვე ამ ნიშანში. და რა ტენდენციებს მოიტანს ყველასთვის. აქ ზოდიაქოს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა გამოვყოფთ რამდენიმეს, რომელიც ყველაზე აქტიურად შეიძლება შეეხოს. და თვითონ რა ენერგია არის ეს შავ მთვარეზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს, შეგიძლიათ გადახედოთ. ეხლაც ვასრულებ ფაქტიურად კიდე ციკლს უფრო ფსიქოლოგიურ ანალიზს შავ მთვარის. წინა ვიდეოები მქონდა კარმული ანალიზი შავ მთვარის და როცა ტრანზიტში გადადის, მეგობრებო, ეს უკვე ეხება ყველას და ქმნის ტენდენციებს. იმ 9 თვის განმავლობაში გვაქვს საცდურები. ვინც სფეროს წარმოადგენს, განსაკუთრებით რომელ ნიშანშიც გადადის, მათთვის განსაკუთრებით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, როცა შავი მთვარე იყო ტყუპების ზოდიაქოში, თვალს ვადევნებდით, მთავარი გამოცდები ჰქონდა ჟურნალისტებს, სერიოზულად სირთულეები შეიქმნა ჟურნალისტების დარბევა თუ ცემა, რაც იყო ჩვენთან თუნდაც, ჩვენ ქვეყანაში თუ გახსოვთ. მაგ პერიოდში ტყუპებში მიდიოდა შავი მთვარე. თუნდაც ახლა ლომში რო იყო შავი მთვარე, ეს იყო დაკავშირებული მაგალითად სამსახიობო სფეროს ეხებოდა, მომღერლებს ეხებოდა, ცოტა ისეთ გამოვლენილ ფიგურებს, ვისაც ვინც ენაზე იდგა, მოკლედ. ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის, თუმცა ლომი მართლობის სადავებსაც მართავს და მანდ იქნებოდა კიდევ პრობლემები, მაგრამ ეხლა ქალწულში რო გადავიდა უკვე 3 ოქტომბერს გადავიდა და უახლოესი 9 თვე იქნება ქალწულის ზოდიაქოში. მთავარი დარტყმა იქნება, მეგობრებო, ქალწული მართავს სამედიცინო სფეროს. ერთ-ერთი მკურნალობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემატიკა, სწორი კვება, ეს თემატიკა და სამსახურებრივი მსახურება. თვითონ სამსახურებში შეიძლება შეიქმნას პრობლემები. ეხლა მე განვიხილავ ჯერ ტენდენციებს, შემდეგ უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორები რა შეიძლება აქ იყოს. ჩემი რეკომენდაცია იქნება უახლოესი 9 თვის განმავლობაში ჩემი თავისთვის პირველ რიგში და იგივეს გირჩევთ ხოლმე, მე რასაც უსურვებდი ჩემ თავს რა უნდა გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ქალწულის ზოდიაქოში არაფერი არ მაქვს პლანეტა, საერთოდ. არც მე-6 სახლში, საერთოდ შევთვის ეს სამწუხაროდ სხვათა შორის, იმიტომ რომ ქალწულს აქვს თავისი ძალიან ისეთი პოზიტიური თვისებები. ანუ ვერ ვიტყვი, რომ მე ახლა რაღაცნაირად პირდაპირ მეხება ეს, მაგრამ ეს ეხება ყველას, რაც არ უნდა ყავდეს ქალწულში პლანეტები თუ არ ყავდეს. პირველ რიგში დადგება საკითხი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების. 9 წლის განმავლობაში, მაგალითად, 9 წელში ერთხელ ბრუნდება შავი მთვარე და 9 თვის განმავლობაში რჩება ნიშანში. ამ პერიოდში, მეგობრებო, არის მნიშვნელოვანი, თუ რამე 9 წლის განმავლობაში დაუშავეთ ჯანმრთელობას. ან რეჟიმი არ გვიყვარდა, სწორი კვება. ან შინაგან სისუფთავეზე და განახლებაზე არ ვზრუნავდით, ეხლა შეიძლება დაგვატყდეს ყველაფერი თავს, მიუხედავად ზოდიაქოს ნიშნისა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კუჭაწყლის პრობლემები აქვს, ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. ვისაც პირად რუკაში თქვა ჯანმრთელობა კარგად აქვს, შეიძლება სამსახურში შეექმნას პრობლემები, ხო? ურთიერთობებში, სამსახურის ურთიერთობებში, ხო, იქ თანამშრომლებთან ურთიერთობა, ხელმძღვანელ პირებთან, ზოგმა შეიძლება დაკარგოს სამსახური იმ მაგალითად ზუსტად ამ ტრანზიტის გამო, თორე ბევრი რაღაცის გამო შეიძლება ჩვენ დავკარგოთ სამსახური, ხო, იქ უკვე ჩვენ პირად რუკასთან არის ხოლმე კავშირი, მაგრამ ზოგ შეიძლება პირიქით ზუსტად რუტინა მოწყინდეს, აღარ უნდა ეს სამსახური და საერთოდ დაანებოს თავი. შავი მთვარის ტრანზიტი, მეგობრებო, ხელს გვიწყობს, ეს არ არის მარტო ნეგატივი. მას შეუძლია პირიქით დაძრას ის პროცესები, რომელსაც ვერ წყვეტდით, რომელიც ჩვენთვის რთული იყო. და უკვე შავმა მთვარემ დაგვანახა, რომ ამის მოთმენა აღარ შეიძლება, ამის გაძლება აღარ შეიძლება და უკვე უნდა დავანებოთ თავი. ანუ მე პირადად ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ საცდურია. ხშირად მეკითხებიან, რომ ვისაც შავი მთვარე კეჩხებში ყავს და იყო ტრანზიტი წინა პერიოდში ამ ლილიტის და მაგ პერიოდში დავშორდი უკვე ჩემს მეუღლეს, მეუბნებიან დავასრულებ ყველაზე მტანჯველი ურთიერთობა. როგორ შეიძლება ეს იყოს აუცილებლად ტრამვისა და დასჯა, ხო, ან შეცდომა.
შეიძლება ზუსტად ეს იყოს შანსი, რომ დაბრუნებაზე უკვე ადამიანი რაღაც მტანჯველი მძიმე ურთიერთობისგან განთავისუფლდეს. თუ არის მასში ცოტა შიშები, ცოტა ეჭვები, ცოტა ბოლომდე არ არის მომწიფებული სიტუაცია, მაგ დროს შეიძლება ნეგატიურადაც იმუშაოს. ან ძალიან მნიშვნელოვანი არის დავფიქრდეთ. ეს საცურია პოზიტიური თუ მართლა განთავისუფლება რომ უკვე აღარ შეგვიძლია, ხო? აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე მეგობრებო, ქალწულის ტენდენციები ეს არის აი ნეგატიური, ხო? შეიძლება ხასიათში გაგვიძლიერდეს ყველას. ცოტა იცის, აიცით როგორი მესჩანობას ეძახიან ესე წერია პირდაპირ, უფრო მეწვრილმანეობა. წვრილმანებზე ორიენტირება, ძალიან ძლიერი. ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი მე პირადად, ვისაც შავი მთვარე ქალწულში ყავს, ან შავი მთვარე თევზებში, იმიტომ რომ ეს ხო ოპოზიციური ღერძია. თევზები და ქალწული ერთად მუშაობს. და ვისაც ამ ღერძზე ყავთ პლანეტები, უფრო შავი მთვარე, უფრო ისე კარმულად მუშაობს. აი მკურნალობის თემატიკაში ძალიან ფრთხილად ურჩევდი ყოფნას. ხშირი ჩემ თავსაც მე სულ ვითვალისწინებ შავი მთვარის ტენდენციებს, ჩემ თავთანაც იგივენაირად ვიქნებოდა, ეხლა მე მკურნალობის სფეროში ესე არა ვარ ჩართული, მაგრამ გარკვეულწილად თევზების ზონა ჩემი არის, ხო? ეზოთერული პრაქტიკები, თქვათ, ფსიქოლოგიური მიდგომები. აი ქალწული აქაც გამოიწვევს ცოტა სიფრთხილეს გვირჩევს, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი აი შარლატანებს რო ეძახით ხოლმე. მკურნალი შარლატანი ეს იქნება, ვთქვათ. ან ჰომეოპათიის კუთხით, ან სამკურნალო კუთხით თვითონ ექიმები ძალიან ბევრი შეცდომები შეიძლება იყოს. ან პირიქით ზოგს განკურნების შანსიც კი შეიძლება მიეცეს. ოღონდ აი აქ გააჩნია 9 წლის განმავლობაში რა დაიმსახურა ადამიანმა. რა არის უკვე მასთან უნდა განთავისუფლდეს რაღაცა მტანჯველისგან. თუ პირიქით ეხლა შედის საცდურში, რომელიც მთელი უახლოესი 9 წლის განმავლობაში მოდი ესე ვთქვა დააგროვებინებს ნეგატიურ კარმას და დაუმძიმებს სულსო, ვამბობთ ხოლმე ეზოთერული კუთხით ამას. აი მსახურების თემა, მკურნალობა, კვება, ესეთი თემები არის, აი ცოტა სირთულე, საცდურები, მოდით ესე ვთქვათ და მე პირადად ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. აი რა კუთხით გეტყვით, იცით? აი თვითონ ისე ეზოთერული კუთხით გეუბნებით, ეს მარტო ეხა ჩემი დაკვირვება კი არ არის, ესე წერია თვითონ. იმიტომ რომ აი ვისაც მაგალითად შავი მთვარე ყავს ქალწულის ზოდიაქოში დაბადების რუკაში, ხა კი ვამბობთ, რომ ეს ადამიანი შეიძლება ცუდი მკურნალი იყო. შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას არ უვლიდა წინა ცხოვრებებში, ან ოჯახში იყო აი ცოტა დაულაგებელი აუწყობელი სისტემა, მაგალითად რეჟიმები არ იყო ოჯახში, ეს უკვე ფსიქოლოგიური გზავნილები რო გითხრათ, ვისაც ახლა კარმის არ ჯერა, არ არის აუცილებელი ყველას რაღაც ისეთი გქონდეს ძალიან მაღალფართოვანი შეხედულებები რაღაცეებზე, რომ ეს არსებობს, არ ვიცით, უბრალოდ მე ვარიანტებს გეუბნებით. და კარმული ასტროლოგიით რა შევხედოთ. ეს არის ადამიანი ის, სადაც პრაქტიკულობა უნდა გამოავლინოს, იქ ავლენს თევზებს, არაპრაქტიკულობას, ბურუს. ადამიანი მაგალითად აი ვისაც შავი მთვარე ყავს ქალწულში, გამოკვეთილად, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ყველას გვაქვს დონეები. სულიერ განვითარება ვის, როგორ აქვს, ზოგი ძალიან ძლიერად ავლენს შავ მთვარეს. ეტყობათ ხოლმე ეგრევე, იქ თევზებში ვისაც ყავს, ქალწულში ვისაც ყავს, აი ეს ოპოზიციური ღერძი. თევზები მაგალითად შეიძლება ქალწულის ენერგია გამოვლინოს, სადაც თევზებია საჭირო და სადაც თევზებია საჭირო, იქ ქალწული ან არეულ-დარეული თემა არის საერთოდ ლირიტი. და ქალწულის შემთხვევაშიც იგივე არის, სადაც ადამიანმა უნდა პრაქტიკულობა გამოვლინოს, რომ მაგალითად მე მჭირდება ეხლა ეს ნივთები, რასაც ვყიდულობ, ან ეხლა ჩემი ეს შიშები რო აი ბარაქა იყოს ბევრი რაღაცა მქონდეს ხო, იმიტომ რომ მატერიალური თემასთან არის ქალწული დაკავშირებული და ხშირად აქვთ ხოლმე გაუცნობიერებელი უკმარისობის განცდა, რომ არ დავრჩე ისე მომხვეჭელობა იცის. ჩემს პრაქტიკაში აი მინახავს ადამიანი, რომელიც არ არის თითქოს მესჩანი, მომხვეჭელი, ძუნწი, ამ დროს სიძუნწის ერთ-ერთი ლილიტი არის, შინაგანი სიძუნწე. ოღონდ ამას აქვს მიზეზები, მეგობრებო, უბრალოდ ესე ძუნწი არა ვართ, რაღაცამ გამოიწვია, ოჯახური გზავნილები, რაღაცა შიშები,
სიმყარესთან, თუ ლიტიკურო შეიძლება იყოს, ან ძუნწიან პირიქით გადამეტებულად ხელგაშლილი, ხო, ან ბალანსი როცა არის დარღვევილი. ქალწული ეს უფრო უკავშირდება მყარად ვერ გძნობს ადამიანი თავს, მიწაზე მყარად ვერ დგას ფსიქოლოგიურად. და აი აქ მაგალითად ჩემთან თერაპიას გულისხმობ ხოლმე ხარ, როცა რუკას განვიხილავთ, იქ ტრაუმებს გავდივართ. აი ქალწულთან დაკავშირებით ვიდივართ აქამდე სულ. მყარად არ დგას ადამიანი. ეშინია მომავლის, არ დავრჩე ისე რესურსების გარეშე. ანუ ლილიტი შავი მთვარე ეს არის გაუცნობიერებელი შიშები და ეს შიშები შეიძლება გაუძლიერდეს ყველას მეგობრებო გარკვეულ დონეზე ვისაც ბზე ყავს მაგალითად ქალწულში პირველ რიგში მათ შეეხებათ იმიტომ რომ შავი მთვარე მათ პირველ სახლში მოხდება სიმბოლურ პირველ სახლს გულისხმობთ აქ ამაზე მექნება მე ცალკე ვიდეო და მათთვის პირიქით ეს იქნება რომ აი ჩემს თავთან მე მაქვს შიდა კონფლიქტი არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა მაქვს დაუცველობის განცდა შეიძლება პირადი ინიციატივა გამოვავლინო აი ვიღაცას წამალი ურჩიო ვიღაცას შეიძლება გამიძლიერდეს ქალწულებს გულისხმობ გამიძლიერდეს შიგნით მოთხოვნილებას ისუფთავის ოღონდ ხვებს თხოვ ამას ეს ისეაც ლით ქალწულებს ზოგადად ახასიათებთ რომ აი ყველა მოწესრიგებული იყავით და ამ დროს თვითონ ქაოსი აქვს შეიძლება ხო მაგალითად ქაოსი აქვს პრაგმატულობაში მაგალითად ვერ ახდენენ აი ვისაც პირად რუკაში ყავს შავი მთვარე ქალწულში მათზე გულისხმობ ვისაც რეალურად ცხოვრებას არ ცვლიან რა არის ქალწული ეს არის მსახურება ხო აი ხშირად მინახავს ლიტი ქალწულები რომელსაც მაგალითად კარიერა არ უნდა მუშაობენ სამსახურში ერთი და იგივე რუტინაში ჩახვევა და დაწინაურებაზე ამ დროს შინაგანაც უნდაც ვიძახიან ვაიმე მომწყინდა ეს სამსახური მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ რუტინიდან არ გამოვიდნენ აი ეს თემატიკა ან მეორე უკიდურესობა რუტინაში ვერ ჯდებიან თევზებში გადავდივართ აქ და სულ ქაოსში არის აი მიყვება რაღაცა დინებას ან პირიქით ადის დინების საწინააღმდეგოდ მიდის და ყველაფერს ურევს და აქ უკვე შფოთვა არის აქ უკვე დაულაგებლობა არის და ქაოსში ცხოვრობს ჩვენ როცა ლიტის ზონიდან გავდივართ აი ეს ტენდენციები ახლა განსაკუთრებით ყველასთვის იქნება ძალიან ნაცნობი ძალიან ახლა მე ვერ გეტყვით რომ ახლა შავი მთვარე რომ ლომის ზოდიაქოში გადადიოდა მე არ ამყავს ახლა არა ვარ ლომი და ვერ ვიტყვი რომ აი ეს ლომის თემატიკა ჩემთვის ძალიან ისე პიროვნულად იყო უფრო ლომის ზოდიაქოს ხალხს შეიძლება ყველას არა შეიძლება კონდონ და აი განცდა რომ აი რაღაც ცოტა დათრგუნულები არიან ან აი ვერ აკეთებენ იმას რაც მათ უნდათ პირიქით ზოგ შეიძლება აი დაეძრა რომ აი ხა უნდა გადაწყვეტილება მივიღო როგორც იქნა ხა უნდა მოვაბა რაღაცას თავი ხო იძულებაც არის ხოლმე შავი მთვარე ძრავს ისეთ რაღაცებს რაც აი მაინც სხვა დროს ვერ გადაწყვეტდით მაგრამ აი ქალწული იმუშავებს ცოტა ისე რომ აი მკურნალობასთან იყავით ძალიან ფრთხილად ასევე დადგება საკითხი რომ ნენელა მიხედოთ ჯანმრთელობას და რეგულიროთ შავი მთვარე ამაში ხელს შეგიწყობთ ერთადერთი პრობლემა ის არის რომ ეხლა ერთადერთი არა რამდენიმე პრობლემა არის მაგრამ ცოტა ხანში მე ოპოზიციას გავუკეთებ შავი მთვარე სატურნს რომელიც არის თევზებში ეხლა და შექმნის გარკვეულწილად რაღაცნაირად ცოტა ქაოსურ სიტუაციებს ქაოსურ წრეში აი ზუსტად ჯანმრთელობის ან სამსახურის სფეროებში ეხლა მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ვინც თვითონ სამედიცინო სფეროში მუშაობს მათთვის აი ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ამოიყაროს აი ძალიან ისეთი არასწორი მკურნალობების სერიები დავინახოთ ან ძველი თემები გახმაურდეს სამედიცინო სფეროში ან საჯარო სამსახურებში რაღაც პრობლემები ამოტივტივდეს მსახურება ეს ქალწული არის როდესაც მე კეთილსინთეზად ვასრულებ ჩემს მოვალეობას რაც მეკუთვნის აი აქ შეიძლება პრობლემები უფრო ამოტივტივდეს განსაკუთრებით ახლა ჩვენერ ქვეყანაში შეიძლება ეს უფრო შესამჩნევი გახდეს ან წამოვიდნენ სამსახურებიდან, კარგი ხალხი მაგალითად, ვინც საქმეს აკეთებდა რეალურად, ან რაღაც ისეთი გაუსაძლისი სიტუაცია შეექმნას საჯარო სამსახურში ხალხს, ხო?
გარკვეულწილად ზოგს შეეხება, ზოგს არ შეეხება. ისევ ამბობ პირად რუკაში რა ხდება ჩვენთან, ამას აქვს მნიშვნელობა ტრანზიტული ლილიტი როგორ მოახდენს ჩვენს ზემოქმედებას. ვისაც პირადი პლანეტები თევზებისა და ქალწულის ღერძზე ყავთ, იმათ შეიძლება უფრო ბევრად უფრო შეეხოთ, ვიდრე იმათ, ვისაც არ აქვს ეს ასპექტები, ხომ? თუმცა გარკვეულწილად ყველაზე მოქმედებს ეს. ეხლა რას მოითხოვს სამყარო ჩვენგან? ძალიან მნიშვნელოვანია მსახურება, რეალური მსახურება და ვინახოთ ხალხის მიმართ კეთილსინდისიერი მსახურება როგორი არის. აი ჩვენს შინაგან სისუფთავესთან ვიყოთ კეთილსინდისიერები და გახსნილები. რომ მე ხალხს ვემსახურები და მე რაღაცნაირად დავეხმარები ადამიანებს რაღაც ნებისმიერ კუთხით ხო ზოგიერთ მეც ველაპარაკებით, ზოგი სამსახურში არის და მუშაობს, მაგალითად ზოგი ვიღაცას კურნალობს, ზოგი უბრალოდ აწესრიგებს თავის კვებას და თავის ცხოვრებას, ხო, რომელიც ამითი სხვას ეხმარება. აი აქ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის დაგვანახებს ეს ტრანზიტი, რას ვაკეთებთ არასწორად ამ სფეროში. რას ვაკეთებთ აი რა დაგროვდა ჩვენში, რომელზეც ეხლა უკვე აი შემთხვევით მე მიყვარს რა კუთხით იცით, აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ენერგიას, იმიტომ რომ მე ვხედავ ეს როგორ მუშაობს, მეგობრებო, მე ძალიან კარგად მაგალითებით შემიძლია გიხსნათ და ამას ვაკეთებ წლების განმავლობაში და მე უამრავი კვლევა მაქვს ჩატარებული, რომელსაც ასევე გიზიარებთ ხოლმე თუ როგორ მუშაობს ეს ფიქტიური წერტილი და რომელიც დანახვაც მაინც არ უნდა ბევრს, ესეც ფაქტია ხოლმე. სხვა შემთხვევაში არის ეს აი გარე გამოვლენით, ეს არის ამპარტავნება, როცა ჩვენ გონია რომ ძალიან მაგრები ვართ, როცა ჩვენ გონია რომ ნუ ახლა შემთხვევაში რომ ლომში იყო მაგალითად წინაზე და ვისაც შემთხვევაში ყავს ლომში, გამოკვეთილ შემთხვევაში რომ ძალიან ბევრს აი ლომი რა არის, მე ვიღებ ჩემ თავზე ძალიან ბევრს მაგალითად მე მარტო ვარ სულ, არავინ არ მჭირდება. ხშირად არის ხოლმე რელიტ ლომებს უჭირთ კომუნიკაცია, ურთიერთობა, ოღონდ აქ როგორ ურთიერთობაზე ვამბობ, იცით, რომ ლაპარაკი და ძმაკაცობა და მეგობრობა ეს არის გულისხმობა, რა თქმა უნდა. აი მაგალითად ვიღაცას კითხა რჩევა. მაგალითად ვიღაცამ გამიზიაროს თავისი ხედვები და მეც ყურადღებით ვაკვირდები. მე არ მერიდება ადამიანს კითხო, აბა შენ რას ფიქრობ, ეს როგორ გავაკეთო, ხო? აი ესეთ კომუნიკაციას გეუბნებით. ხშირად არიან საკუთარ თავში ძალიან ჩაკეტილები, გონიათ რომ რა თმინდა ვინმე რჩევა, აგერ მე არა ვარ და აქ იკიდებენ ნეგატივს. ჩანს ღრმა თქვეცნობიერი ეს კი ამპარტავნება არის ვითომ რომ მე რატო უნდა ვკითხო სხვას, აგერ არა ვარ, მე ჩემზე უკეთ ვინ იცის. ამ დროს საბოლოო ჯამში რჩებიან მარტონი და რჩებიან იმაზე დაბალ კვალიფიკაციურები ვიდრე სხვები. ანუ როცა არ გვინდა ჩვენ ურთიერთობებში შესვლა, იქ უკვე ჩვენ განვითარებას წყვეტთ. რა არის ლომი? ეს არის პიროვნული განვითარება. აქ ლილიტ ლომების უმეტესობას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ხო? და გადადიან მერწყულში, ხო? მე თავისუფალი ვარ, მე არავინ არ მჭირდება. აი აქ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს სიამაყე არის ლილიტი ლომის თუ ყველა ლილიტის ლაიტმოტივი. ყველა ლილიტ მე შემიძლია. როცა წინაზე მქონდა ვიდეო ლილიტ მორილზე, როდესაც გონიათ რომ მე არ ვიტყვი ახლა რომ რაღაცა წკინს, მე ავიტან. ესეც სიამაყე არის, რომ მე ისეთი მაგარი ვარ, რომ მე ავიტან. ესეც პრობლემა არის. რატო უნდა აიტანო, რატო გონია, რომ შენ სხვების პრობლემები შეგიძლია ზიდო სიტყვაზე და ან რატომ გონია, რომ შენ შეგიძლია რაღაცები არ თქვა, იმიტომ რომ შენ მეტი გესმის სიტყვაზე, ხო? ესეც არის სიამაყე, რომელიც უნდა დაიმსხვრეს, რომელსაც უნდა შეხედოს ადამიანმა თვალებში, რომ აქ რაღაცა არ გამომდის სწორად. თუნდაც შემთხვევით მერწყული და თევზები დაგვრჩა ახლა მაგალითად გასავლელი და ვიდეოებს რო ვაკეთებ და იქაც არის ეს მომენტი რომ მერწყული რომ მე მაქვს იმის ამბიცია რომ მე ყველას ვასწავლო როგორ მოიქცნენ და თევზები და ქალწული ეს არის მკურნალის ენერგია მე უნდა ვუმკურნალო ყველას ზოგი ლილიტი ქალწული გადადის სულიერ მკურნალობაში მაგალითად ფსიქოლოგიაში გადადიან ზოგჯერ ნუ სამედიცინოც არის მაგრამ ზოგჯერ თევზები გადადიან სამედიცინო მკურნალობაში
და მან აი თითქოს თან ვერ ხედავენ სიზუსტეს, ქალწულს ვერ ხედავენ მან ზუსტად ხო? და ქალწულები თევზებს ვერ ხედავენ მაგ ზონაში, იმ სულიერებაში ზუსტად ცოტა იჭედებიან. ზოგადად გეუბნებით ახლა, რა თქმა უნდა, ეს არ არის, რომ აი ყველა ვარიანტი ყველასთან ეგრე არის. ესე არა, ის ზოგად ტენდენციები, შაბლონები, თუმცა ჩემი დაკვირვებით 80, ზოგი 80%-ში ესეა, ზოგი 70%-ში, მაგრამ ეს პრობლემები ყველას გვაქვს ჩვენი ლიტვის ზონაში. და ამიტომაც სამყარო გვარტყამს ჩვენი ამპარტავნების თუ ეგოს წერტილებში ზუსტად. ანუ რაც ფეიკია, რაც არ არის სწორი, რაც ხელოვნურად არის აწეული და ამ დროს ჩვენ არ გვესმის იმ სფეროში რაღაცეები, აი მანდ გვარტყამს ლილიტი. და აი ტრანზიტული პერიოდები ზუსტად მანდ არის ძალიან გადასარევი. ამოატივტივოს ჩვენში ის, რასაც ვერ ხედავდით და შემდგომ დაგვარტყას. დაგვარტყას ახლა ეს საშიშად და დამსჯელად იმათ კი არ გიყვებით. აი ნახეთ, ახლა გვაქვს საცდურები. ეხლა ქალწულის ზონაში, მანამდე ლომის ზონაში გქონდა საცდურები. ეხლა ქალწულის ზონაში გვაქვს ვიღაცები შევალთ ამ საცდურში, რომელიც პასუხი მერე და მერე კიდევ უფრო მოგვეთხოვება, თუნდაც მერე დასრულებისას. ზოგი პირიქით ეხლა შეიძლება უკვე გამოსყიდვის რეჟიმში ვართ. ეხლა დაგვარტყამს უკვე. ხო? აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო ადამიანი შინაგანად თავმდაბალია, მეგობრებო, და თავმდაბლობა რას ნიშნავს? კრიტიკულად შევხედოთ ჩვენ თავს, დავფიქრდეთ, მოდი გადავამოწმო, მოდი სხვასაც ვკითხო, მოდი ვისწავლო, რაღაცები არ ვიცი. ანუ განვითარების სურვილი ავტომატურად არის დაცვა, რომ მე მაქვს შანსი დავინახო სიმართლე, ანუ თქო ამ ლეველსაც ესე რომ ვთქვათ, სჭირდება რაღაც ზონზე შინაგანი თავმდაბლობა. თავმდაბლობა რა არის? ეს არის სიყვარულის უნარი. შინაგანი სიყვარული. ოღონდ მოგონილი სიყვარული კი რა იცი რომ დადგებიან და მე თქვენ ყველა მიყვარხართ. ეს არ მუშაობს, ესე მარტივად. ნამდვილ სიყვარულს გეუბნებით, როცა მე ყოფნის ენერგია შევხედო ჩემს პრობლემებს. ყოფნის სიყვარულის მარაგი შევხედო სხვების პრობლემებს და ამან არ დამანგრიოს. რაც უფრო სულში სიყვარულია დიდი დოზით, მით უფრო შეუძლია ადამიანს დაინახოს საკუთარ თავში შეცდომები, პრობლემები, იმიტომ რომ შინაგანში ეს შეცდომები კი არა, ეს განვითარების ეტაპი არის, ხო? და აქ არ უნდა გვეშინოდეს ამ განვითარებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, მეგობრებო, გავიაზროთ ის, რომ ვისაც სიყვარულის, აი მაგალითად, ვინც ამპარტავანია, ყველა ვართ ამპარტავნები, მაგრამ გარკვეულწილად შანსი გვეძლება ხოლმე ესეთი ტრანზიტებით და ჩემს ირგვლივაც ძალიან ხშირად ხედავ ადამიანებს, რომ აი შანსი მიეცათ დაინახონ საკუთარ თავში პრობლემა და აიგნორებენ. არა, უარსამოდ არა, მე ოკეი ვარ, ყველაფერი კარგად მაქვს, არავინ არ მჭირდება, არავისი არ მისმის, არავისი არ მჭირა. აი აქ უკვე ვხედავ, რომ ადამიანს მაინც დიდი რესურსები განვითარების არ აქვს, იმიტომ რომ მეც ვიყავი მაგ პერიოდში, მივხვდი მე ეს რამდენად, ну ყველას გვაქვს ეს გაუცნობიერებლად, თქო, კი არ ვაცნობიერებ მე, რომ არა აქვს ეს რესურსი ადამიანს რა, რომ მან რო დაინახოს თავისი პრობლემები, მაშინ და შეცვალოს ყველაფერი. და ზოგჯერ იმდენად ტკინეულია მათთვის ეს შეცვლა, რომ ურჩევნიათ, თქვან, რომ არა, მე ძალიან ოკეი ვარ, მე არა მაქვს პრობლემა, სამყაროს აქვს პრობლემა. აი ამაში არის ხოლმე საქმე, მეგობრებო, აი აქ იქნება ჩემი აზრით, აი სულიერი აი განვითარების შეფერხება. რომელიც ყველას გვაქვს, რაღაც პერიოდში, ან რაღაც სფეროში ყველას გვაქვს. ესეც ილუზია არის, რომ აი რომ დადგებიან ხოლმე და მე უკვე გაბრწყინებული ვარ, მე სულიერად მაღალ დონეზე ვარ, აქ იწყება უკვე სულიერი დეგრადაცია. ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, ამიტომ აი ეს საკითხები თუნდაც ახლა ლიტვის ქალწულის ტრანზიტზე, რადგან ქალწული ავტომატურად აქტიურებს თევზების ღერძს, აი ეს ძალიან აქტუალური გახდება. სად არის ნამდვილი სულიერება, სად არის ნამდვილი პრაქტიკულობა? სად არის რელიგია და სად არის პრაგმატიზმი, გონი, სულიერება და გონი, გული და გონება. აი ამ სფეროებში იქნება გამოცდა მთავარი ამ 9 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პერიოდულად ყველა შეგვეშლება, მეც მათ შორის და ყველას შეგვეშლება. უბრალოდ უნდა ვიყოთ რაღაცნაირად დაფიქრებულები, დაკვირვებულები,
ინფორმირებულები, რომ ვიცით, რომ ეს პერიოდია და ვიყოთ შედარებით ფრთხილად. აი, თქვათ, მე წავიკითხე რაღაც ახალი სამკურნალო პროგრამა, მან ცოტა დავფიქრდები. გადავამოწმებ, კარგად, გავარკვევ სამკურნალო პროგრამას მე რას გეუბნებით, იცით? აი, მაგალითად, რომ დებენ ხოლმე ვიტამინებზე, ძალიან ბევრი ინფორმაციას, დებენ რაღაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდიკაზე. ეს პერიოდი არის გასარკვევი, აი, პერიოდი არის როგორც იცით, გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი მკურნალი, ვინ არის აი ლილიტისაც თურით მოსული. აი ამას გირჩევდით. მეც ჩემ თავს ამას ურჩევ და ნახოთ როგორ იქნება, რა იქნება, შეიძლება პირიქით ინფორმაციებიც მოვიდეს ამ პერიოდში, ძალიან კარგი, ძალიან საჭირო. და მოგვეცეს შანსი ზუსტად დავალაგოთ ჯანმრთელობის თემატიკა და ხო გეუბნებით ეს არ არის სამხრივად მხოლოდ ნეგატივი, ოღონდ საცდურებიც იქნება. და ბალანსი უნდა დავიცვათ. არ გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში. ან სულიერებაში, როცა აი მისტიკაში გადადიან უკვე, იმიტომ რომ ხალწული მოითხოვს, რომ ცოტა პრაგმატიზმი გქონდეს მეტი და მისი ოპოზიციური ენერგიაც მოითხოვს, რომ ცოტა სულიერებაც არის საჭირო, ხო? ანუ მარტო აი ისე დეტალურად გავიაროთ რაღაცები, მხოლოდ კვებითი, თუ ფსიქოლოგიასაც არ ჩავთავთ, ეს სულიერება მარტო არ იგულისხმება აქ მეგობრებო, რომ მისტიკურ ადამიანებთან ურთიერთობ მედიტაციებში ვარ, არა, სულიერება იგულისხმება, რომ მე ფსიქოლოგიურად ვაკვირდები ჩემ თავს, რატომ ჭირს ეს? ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, მივდივარ ფსიქოსომატიკაში. ვაკვირდები, როგორ ცხოვრობ, როგორ ფიქრობ. ძალიან კარგი პერიოდი არის მაგალითად თვითდიაგნოსტიკისთვის, აი წარმოსახვით, როცა სხვა პრაქტიკებით, მედიტაციური პრაქტიკებით მოგგზაურობთ სხეულში და ენერგეტიკულ ბლოკებს ვაკვირდებით, ხო? სად გვაქვს? სხვა შეიძლება ჩემთან გავდივართ ხოლმე, ზოგჯერ როცა ვხედავ რუკაში რაღაც პრობლემა არის ან ადამიანს ახლა ვხედავ, რომ აი ზონა გაზიანებული და ლაპარაკობთ და კი აქვს აქ ბლოკი ყელზე, ვიწყებთ მედიტაციური პრაქტიკით ამ ენერგეტიკულ ცენტრზე მუშაობას და ეხსნებათ ხოლმე ეს ბლოკები, მეც ის გავლილი მაქვს ბევრ სხვადასხვა NLP სესიებზეც, NLP-ს პრაქტიკაზე მაგალითად თერაპიულ პრაქტიკებზე ყველგან მაქვს ეს გავლილი და ვუზიარებ ხოლმე ჩემს ცოდნა გამოცდილებას და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ხოლმე. აი ამ პერიოდში ესეთი ტექნიკები ძალიან სასარგებლო არის. ოღონდ კიდე გეუბნებით, უნდა ვიცოდეთ ენერგეტიკა ადამიანის. მისი კარმული, ხაი კარმა არ გვეცოდინება ადამიანის ესე მე მაქვს ამის შესაძლებლობა და ვისაც ასტროლოგიაში გააქვთ გამოცდილება მათთვის, მაგრამ როგორ რაღაც არის, იცით, აი ხა მკურნალობას შევეხეთ და აი თუნდაც იმას გიყვებით, მე რა გამოცდილებები მაქვს, ხო? რა არის საერთოდ მკურნალობა, რადგანაც ახლა ქალწულის ზონაზე ვლაპარაკობთ და ეს პირდაპირ ამ თემას უკავშირდება, ხო არ დაგღალეთ, ჯერ გვაქვს ცოტა დრო. და წარმოიდგინეთ, რა არის მკურნალობა? ან სულიერი ლიდერობა, ის ზუსტად ქალწული თევზების ღერძზე ვლაპარაკობთ, რომელიც ორივე ავტომატურად არის ახლა ჩართული. აი მე მეგობრებო, რასაც თქვენ გიყვებით, ეს არ არის მხოლოდ წიგნების წაკითხვის შედეგი. რომელიც მაქვს უამრავი მართლა და მთელი ენციკლოპედია მაქვს ლამის სახში წლების განმავლობაში პირველი 10 წელი ვიჯექი ვკითხულობდი, მეორე 10 წელი ვკითხულობდი და პრაქტიკაში ვიყავი თეორიაში და პრაქტიკაში ერთად, ხო? და ნუ ფაქტიურად ვიტყვი, რომ 20 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ ყველაფერში, თუმცა პრაქტიკული გამოცდილება უკვე 10 წლიანი. და ეხლა მე თქვენ რასაც გიყვებით ხოლმე, აი ეს ჩემს მეუღლეს ვეუბნები ხოლმე, რომ აი გამოსყის საკუთარი იმითი სისხლით და ტანჯვით და ყველაფრით მაქვს თქო ეს მოპოვებული აი ეს ყველაფერი რასაც თქვენ გიყვებით ხოლმე პირდაპირ ჩემს ტყავზე ვცდიდი პირდაპირ რომ შეხება მქონდა იმ ყველაფერთან რასაც ახლა მე გიყვებით ხოლმე ანუ ეს ინფორმაციები მეგობრებო მე ძალიან დიდი შრომის ფასად დამიჯდა ეხლა რა მთელი ეს 200 ვიდეო ლამის რაც მიდევს თქვენთვის ხო 10 წელია თან ნენელა თქვენ მომყვებით ვინც ხართ ეხლა ჩემთან ერთად დახურულ ჯგუფში და ბევრ რაღაც იცით ბევრ რაღაც არ იცით მაგრამ მე ამაში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული როგორც ფიზიკურათაც მე ბევრი პრობლემაც მქონია გამიბლია და ბევრი შეცდომებიც მქონია ბევრი
მიგნებები მქონია, მაგრამ ეს ისე არ იყო, რა, აი ვზივარ, ყველაფერი კარგად მაქვს და მე უცებ გავწყინდი. ესე არ ხდება. სულ მაქვს აი მძიმე შრომა, ამაში ჩადებული, მუდმივად გავდივარ ამ ყველაფერს, მუდმივად გავდივარ იქნება თერაპიების, სულ ძიების პროცესში ვარ. სულ კვლევის პროცესში ვარ, საკუთარი თავის ანალიზის პროცესში ვარ, აი ამის იქით რო აღარ არსებობს უკვე, ისეთი აი ისეთ რაღაცებზე წასულა, რომელიც აი ჩემთვის ძალიან დიდი ის იყო უცნაურობა, რომ მე ეს გავრისკე და მე ამაში წავედი, ხო? და ხშირად იყო ის, რომ აი ზუსტად უნდა გავარკვიო, რა ხდება, როგორ მუშაობს. აქ ცნობის მოყარეობაც იყო ჩართული, აქ პრობლემებიც იყო ჩართული, ისე არ ხდება, ხო, ეს განვითარება მომცა რაღაცა ძალიან დიდმა დრამებმა ცხოვრებაში, ხო? და აი აქედან გამომდინარე მე თქვენ რასაც გიყვებით ხოლმე, ამაში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული, მართლა ბევრ მარიცით. აი ჩემმა მეუღლემ ყველაზე კარგად იცის, ზოგჯერ ღამეები რო არ მეძინა, მე როგორ ვიღლებოდი, მუდმივ ძიებაში, ვისთან აღარ ყოფილვარ, არ გამირკვევია, არც ფინანსები დამიზოგია ამ კუთხით, არც დრო, არც ენერგია, ხო? და როდესაც ამხელა შრომა გაქვს ჩადებული რაღაცაში და ეს ისე არ მოგივიდა, აი მან შეგიძლია მე ჩემთვის, ჩემი გადასახედიდან გიყვებით ამ ყველაფერს, ხო? აი მან შეგვიძლია ვიდგეთ ვყარად, რომ მე რასაც გეუბნებით, ამაში მაქვს ძალიან დიდი შრომა ჩადებული და შემიძლია ყველას ვუთხრა, სად რა ინფორმაცია მაქვს აღებული, სად რა გამოვიკვლიე, სად ვის როგორ დავაკვირდი. აი кейსები მაქვს პირდაპირ. წლების განმავლობაში თან მახსოვრობა მაქვს ფანტასტიკური, ყველაფერი მახსოვს ყოველთვის, ყოველი სიტყვა, ყოველი წაკითხული წიგნი, ყოველი ურთიერთობა, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ესე ძალიან კარგად მეხმარება ამ ყველაფერში. შესაბამისად, აი როდესაც არის აი ესეთი ენერგიის ჩადება და მე მაგიტომ გიზიარებთ თქვენ ყველას ესე ამ ინფორმაციებს, იმიტომ რომ არ არის ესე რომ თქვენ ყველამ გაიაროთ, არც უნდა გაიაროთ და არც გირჩევთ რომ ესე გაიაროთ, ხო, ყველაფერი და აი მე უკვე არიან ყველა სფეროში ესე არის, ვიღაცამ იქიმთან მივდივარ, იმას შეიძლება ძალიან დიდი ენერგია ჩადო იმ კვლევაში, ძიებაში და ის უკვე მე მეხმარება. ჩვენი კარმული ვალი არის ადამიანების რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს პირდაპირ მისია არის ჩვენი, რა ფორმით, როგორ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. სხვაებიც მე მეხმარებიან ჩემს გაცნობიერებებში, ესე რომ ვთქვათ, და ეს არის ზუსტად აი ქალწული თევზების ღერძზე რო გეუბნებით. შრომა პლუს აი ფსიქოლოგიური ანალიზი, ჩაღრმავება. მე მგონია რომ რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ ამაში არც დროს ხარჯავ, არც ჩემ თავს არ ვზოგავ, არც ჩემ თავს არ ვზოგავ და ძალიან ბევრი სულიერი პროგრამის დანგრევა მომიწია თუნდაც ჩემ თავში. ძალიან ბევრი ცვლილების გავლა მომიწია ჩვენ თავში. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, თორე ამას გეუბნებით მე, რომ ეს ძალიან რთულია, როცა შენ ეჯახები საკუთარ თავს და აი ამსხრევ პირდაპირ, იმიტომ რომ ხვდები რომ უნდა შეცვალო ხედვები და ეს არ არის კომფორტული, რა თქმა უნდა, ეს არ არის ფსიქიკისთვის ესე მარტივი და შენ გადიხარ აი სრულ ტრანსფორმაციას, სულ აი პირდაპირ ამტვრევ საკუთარ თავს, ხო, რომ ხვდები რომ შენ სამყაროსთან რაღაცნაირად უნდა მოხვიდე, მეტანაკლი დაუახლოვდე და არა პირიქით დაშორდე, ხო? ხო და აი ეს არის ჩემთვის პირადად სწორი გზა. და ისეთ ხალხთანვე მაქვს ხოლმე მე უფრო ინტერესიც, ვინც ამ პროცესს გადის, ვინც ხედავს ამ ყველაფერს და მზად არის, რომ საკუთარი თავთან შეხვედრა დაიწყოს რეალურ თავთან და არა მათ რაღაც წარმოსახვით თვისებებთან, რომ მე ძალიან ისეთი ვარ, ასეთი ვარ და მე ოკეი ვარ. აი ეს არის თავარი. და ეს პერიოდი ძალიან კარგად გამოავლენს ზუსტად ამ ყველაფერს. ვინ არის ნამდვილი კვლევარი, მოდით ესე ვთქვათ, ვინ არის ნამდვილი მუშაკი სამსახურის კუთხით, ვინ როგორ ემსახურება ხალხს, ან როგორ ემსახურება საკუთარ თავს. საცდურებიც გვექნება და ამას უნდა შევეგუოთ, რომ აუცილებლად წამოვეგებით რაღაც საცდურებს, მაგრამ მე ეს იქნება უფრო სასწავლი. ასევე გვაქვს შანსი დავალაგოთ ძალიან ბევრი რამე საკუთარ ჯანმრთელობაში. საკუთარ შინაგან ფსიქიკაში დავალაგოთ ბევრი რამე, იმიტომ რომ ეს აუცილებლად თევზების ენერგიასაც ჩართავს და აი ეს გზა არის ერთ-ერთი გამოწვევა აი ამ პერიოდისთვის. ესე იგი, ცოტა საცდურე ექნებათ ფსიქოთერაპევტებს, ექიმებს
და ასევე ძალაც იქნებათ მათ, რომ შეუძლიათ რაღაცეები ძალიან კარგად გადაწყვიტონ, ძალიან ბევრს მოუგვარონ პრობლემები, ხო? ვინ რისთვის არის მზად? და აი ამ სულიერ თემაზე ხა რაც გითხარით, თუმცა ეს რაც არ უნდა ხა ჩვენ თავთან ესე ვიყოთ ჩვენ თავზე მუშაობდეთ, სასწრულებისგან აღდათ არ გვიცავს, ეს გაითვალისწინეთ, ამიტომ ასე უნდა ვიყოთ მზად, არავინ არ გვიცავს სინამდვილეში, არაფერი არ გვიცავს. იმიტომ რომ ყველაზე ისე შვიდად სადაც ვართ, იქ შეიძლება ქვეცნობიერში წავიდეს რაღაცა პრობლემები, ხო? და გვიცავს ზუსტად აი ეს შინაგანი თავმდაბლობა, შინაგანი გახსნილობა სწავლისთვის, მოვლენების გაცნობიერებისთვის ეს არის ყველაზე დიდი დაცვა, მე რასაც ვაკვირდები წლების განმავლობაში. და აქ ხდება რა იცი ტრამვის გარეშე მივიღოთ რაღაცები ოკეი მე აქ შემეშალა მე აქ საცტური ვერ გავიარე მაგრამ არა უშავს უკვე მე დავინახე მადლობელი ვარ სამყაროსი და გავიარეთ და მე უკვე დავიმახსოვრე მივიღე სამყაროსგან გაკვეთილი აი როცა ჩვენ ესე დავდივართ რომ მე კი არა დანარჩი სამყაროა პრობლემა ამ შემთხვევაში ვერ ბძვით სამყაროს ვერ ბძვით ღმერთს პირობითად სამყაროს ძალებს Դրա ჩვენ ისინი გვიგზავნიან რაღაც მნიშვნელოვან მესიჯებზე ჩვენ არ უსმენთ მათ. ანუ აქ შინაგანად მიდის უკვე არასწორი ენერგეტიკული პროცესები. აი ეს მინდოდა მე თქვა დღეს ცოტა ზოგადი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. პატარა ვიდეოს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ უკვე უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე, როგორ გაივლის ეს ტრანზიტი და ყურადღება მიაქციეთ. მაინც საბადროებით.